აქეთ ვზივარ მე. მათე რო შემოვიდა, გული შემიწუხდა. აიღო ტელეფონი და უნდა ხო და მელაპარაკოს, მე წავიღე აქი ტელეფონი. თუ არა და 15 წუთი გვაქვს დრო. ამ 15 წუთში უნდა მოვასწროთ მე და მათემ საუბარი და ამას თვითონ ბატონი ნოდარი უკეთილშობილესი ადამიანია, კინკლაძე წესიერი კაცი, ციხის უფროსი, მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის და მითხრა რომ რამენაირად დაელაპარაკე, უთხარი რომ მალე გამოხვალ და ასე შემდეგ. ამას ახლა ციხის უფროსი რო გეტყვის, ციხის უფროს არ დაუჭერი ხარ. აიღო მათემ ტელეფონი. ავიღე მე ტელეფონი. და იმდენად ცრემლები წამომივიდა, აქ რაღაცა გამეჭირა და მათეს მამა როგორ ხარ ისიც ვერ უთხარით 14 წუთი. მთელი ეს ვიზიტის დრო წაიღო აი წარმოიდგინე მათე დაждდა იქი 15 წუთი გვაქვს. მე დაუჯექი აქით შუაში არის შუშა, არაფერი არ ისმის, მარტო ტელეფონით უნდა ველაპარაკო, ხო? 14 წუთის განმავლობაში იმდენად ცრემლები მომდიოდა. აქ რაღაცა გამეჭირა, რომ მათე როგორ ხარ, ესეც ვერ უთხარი. მე 15 წუთს უთხარი, რომ მათე როგორ ხარ მეთქი და აი ეს ახლა ხო ყველაფერს უსმენენ და 3 წუთი დამიმატეს და კიდე ვერჯერ ციხის ადმინისტრაციას დიდ მადლობას ვუხდი მერვე დაწესებულების, მე-12 დაწესებულების, სადაც მე ვიყავი. არ ვიცი, აი თუ რამე შეიძლება და ყველანაირი ხელისეწყობა მქონდა, იცოდნენ იმათმაც რომ ყვილა ვიჯექი. და აქედან წარმოიშვა იდეა? აქედან მიუბრუნდი თუ არა იმ დღეს, ხატია, მიუბრუნდი. ჩავედი პირველ სართულზე იყო ბიბლიოთეკა. ავიღე ფურცლები, დავჯექი და დავიწყე წერა, რომ ციხეში მამაკაცებიც კეთილია და ეს წიგნი იქნება მთელ მსოფლიოში ყველაზე მაგარი წიგნი, იმიტომ რომ ზუსტად 6 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა, ეს ზუსტად არის მოყოლილი. აღწერილი გაქვთ დეტალურად, დარწმუნებული ვარ პრეზენტაციიდან მოყოლებული, უკვე ბესტსელერი გახდება და ველოდებით. მე იმდენად ვმუშაობ ამაზე, რომ შავი საქმე ყველაფერი დამთავრებულია, უკვე ასწორებენ და წარმოიდგინე ყდაც რო ყდარი, ესეც უნდა იყოს ისეთი, რომ იკითხონ, რომ ეს ვინ გააკეთა, ვინ დაწერა. ვიცი მე თქვენი სტანდარტები მაქსიმალისტი ხართ ყველგან და ყველაფერში. კი ბატონო, რადგან იმდენად საინტერესო ახლა ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ აი აქ შიგნით რაც წერია ისა მთავარიო, მაგრამ არა. როგორც თქვენ ახლა ლამაზად გამოიყურებით, გარეგნულად, კარგით ჩაცმული ხართ, ადამიანს ყველა სიამოვნებს, ხო? იგივეა წიგნიც, ხო? თუ წიგნს კარგი ყდა აქვს,